წარმოიდგინე, რომ გვიან ღამით ტელეფონზე შეტყობინება მოგდის ადამიანისგან, რომელიც წლების წინ გარდაიცვალა. ის გწერს: სალამი, როგორ ხარ? ვიცი, რომ დღეს რთული დღე გქონდა. ეს არ არის საშინელებათა ფილმი, ეს რეალობაა. გაიცანით ფენომენი, ციფრული უკვდავება. მკვლევარების პროგნოზით 21 საუკუნის ბოლოსთვის Facebook-ზე 5 მილიარდამდე გარდაცვლილი ადამიანის პროფილი იქნება. სოციალური ქსელები პლანეტის უდიდეს ვირტუალურ სასაფლაოდ იქცევა. დღეს ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი ხმის მესიჯებისა და ვიდეოების საშუალებით შეუძლია მიცვალებულების გაცოცხლება. მათ უწოდებენ მკვდარ ბოტებს. მათ შეუძლიათ რეალურ დროში დაგირეკონ და გელაპარაკონ, თუმცა ფსიქოლოგები შიშობენ, რომ ეს ტექნოლოგია ადამიანს ილუზიაში ჭედავს და გლოვის დასრულების საშუალებას არ აძლევს. წარმოიდგინე კოშმარული სცენარი, როცა გარდაცვლილი მამის ციფრული კლონი გელაპარაკება და უცებ გეუბნება: შვილო, მახსოვს როგორ გვიყვარდა პიცა, სხვათა შორის ახლა დომინოში ფასდაკლებაა. ხომ საშინელებაა. ბიოლოგიური სიკვდილი გაქრობას აღარ ნიშნავს. თქვენ რას ფიქრობთ? ისურვებდით, სიკვდილის შემდეგ ხელოვნურმა ინტელექტმა თქვენს ახლობლებს თქვენი სახელით რომ ელაპარაკოს? დაწერეთ კომენტარებში. ვრცლად წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.